დღეს აშკარად ძიმე დღე გაქვს დილიდან გაღიზიანებული ხარ და რა შეიძლება ანალოგიურ შემიძლია გითხრა მეც რომ აი დილიდან ხარ რაღაცნაირად აგრესიული შენზე აგრესიული ხო ნუ კამათობთ რა მე ვარ დღეს მშვიდობის სტრესი შენ დღეში ლაპარაკში ხელს ძალიან გეხვეწებით ძალიან გხოთ მაყურებელს ეცით პარტნიორი დღეს რაღაცნაირი დღე არის მართლა დღეს ძიმე დღეა გუშინ ქორწილში ვიყავი მეძინება დაღლილება ასოცირდება ძიმე დღე. აი ხომ მაიჭირდა და ჩემთვის არის აბსოლუტურად რიგითი ჩვეულებრივი დღე. ალბათ აღქმაზე არის ვინ როგორ განიცდის და მე მგონი მიზეზი დღევანდელი მძიმე დღის არ არის აღქმაზე, მე მგონი მეტნაკლებად ყოველთვის მძიმე დღეა. ყველაზე კომპეტენტური ადამიანი მოვიდა თემაში აღწნობიერებული. რომელიც არის ჩვენი გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. ყავა ხომ აი კი დაბძანით ბატონო ხე. აქეთ. ყავა? მადლობთ არა დღეს ყავა არ არის სასურველი. დაიწყო საკარგი. დილით მივირთვე ჩემი რაციონია დილის საერთოდ. დილის საუზმე ესე საერთოდ არ არის სასურველი დღეს, იმიტომ რომ მზის დაბნელებაა დღეს. ამიტომ აღზნებადობა მაღალი ადამიანში და აგრესიის გამოვლენის ელემენტები, ემოცია არის გამოსავალი. ხო, ამიტომ ახლა თუ ძალიან დაბალი წნევა არა გაქვთ. უჯობესია ზედმეტად ეს მაინც აღზნებია, კოფეინია, ხო? და შესაბამისად ახლა ზედმეტი კოფეინი რო კიდევ უფრო აგრესიული გახდეთ, მე მგონი სასურველი არ არის. თუ დაბალი წნევა, აი მაშინ არის მხოლოდ გამართლებული. ვიზუალური ახმა იქნება მზის დაბნელების დღეს. არა, ჩვენთან არ ხდება, მაგრამ ენერგეტიკული ზეგავლენა ხდება. ამიტომ ტრავმულობა, ავარიულობა, გულსეზარღვანი სისტემის ცვლილებები შეიძლება არტერიულმა წნევამ გარკვეული პრობლემების შეუქმნას, მით უმეტეს ხანდაზმულებს. ახალგაზრდებს შეიძლება ეს ნაკლებად გამოიხატოს ამ ფორმით, მაგრამ გამოიხატება სხვა ფორმით რა. აგრესიული გამოვლენებები შეიძლება იყოს ჩხუბები, კამათი, კონფლიქტი, საოჯახო პრობლემები, დაპირისპირებები. ეხლა ეს არ ნიშნავს აუცილებლობას. ეს არ ნიშნავს ამის აუცილებლობას, მაგრამ ეს ნიშნავს რომ ალბათობა ამის მაღალია. ბატონო მიხეილ, რამდენ ხანში ერთხელ ხდება ხოლმე მზის დაბნელება და ჩვენთვის თუ იქნება ახლა ესეთი თვალ გეტყვით არის ეგ თემა უკვე გავია. არის ორჯერ ყველაზე დაბალი რაოდენობა და მაქსიმუმ 6 წლის განმავლობაში. აი ეს ქონდა ჩვენ 2008 წელს, როცა ომი ქონდა. აი ომის დროს იყო 6 და სულ ვაფრთხილებდი მაშინ მთავრობას, რომ 6 არის იშვიათად და გავფრთხილდით 2008 წელი არის საომარი. როცა 6-ია ძალიან ბევრია კონფლიქტები. წელს გვაქვს 2. ეხლა გვაქვს დაბნელება და გვექნება ნოემბერში კიდე მზისდან. რა დროის საიდან დავინახა ეს მზის დაბნელება, ანუ რა როგორ დროის დაბნელდეს? ეს გამოთვლები არის ასტრონომებმა იციან ძალიან კარგად, ეს არის დაპირისპირება, ზუსტი დაპირისპირება მზის და მთვარის. და ან დაპირისპირება თუ ხდება, მაშინ გვაქვს მთვარის დაბნელება, თუ არის შეერთება ამათი ენერგიებისა, ეს არის დაბნელება. და ამიტომ ყოველთვის დაბნელებაზე შეშოს სიკვდილიანობა მატულობს. და ყოველთვის მაღალია ვიმეორებ ადამიანში მეტაბოლური პროცესები. მე მაგალითად არ ურჩევ ოპერაციების გაკეთებას დაბნელებებზე, არავის თუ არის საშუალება რომ ერთი დღით მაინც გადაიდოს, ჯობია გადავდოთ. იმიტომ რომ არნახული სიჩქარით მოძრაობს სისხლი. მეორე დღეს უკვე განიმუხტება ეს. დასაკვირველია, აი ხვალ უკვე ეგზნობთ. აი ხა თუ დღეს უფრო დაძაბულები ხართ შინაგანად, ხვალ ეგზნობთ უფრო მოეშვით. აი ოპერაციების დროს რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ დავგეგმოთ რა დღეს ვიკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველივე ეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ კლასიკური მედიცინა ამას არ ითვალისწინებს. მაგრამ მე გეტყვით რომ სორბონის უნივერსიტეტში სადაც სწავლობენ სამედიცინო ასე ვთქვათ მხარეს ასტროლოგიისა და ძალიან ბევრი წიგნებია სხვაგვარად იგივე ავიცენას აქვს წიგნი ასტროლოგიაზე სამედიცინო კუთხით, პარაცელს აქვს, ნოსტრადამუსს აქვს, ძალიან ბევრ ცნობილ ძველ ექიმებს. აი იქ იყენებენ ამას და ითვალისწინებენ და მე სხვაგვარად მინდა გითხრათ რომ 20 წლიანი პრაქტიკა მაქვს ამისა, უანგაროდ აბსოლუტურად მე დღესაც მინიმუმ 10 ადამიანს მაინც უთვლი დღეში საოპერაციო დღეს. და რაც თორე მე მირეკავენ მეუბნებიან შედეგებს. მინდა გითხრათ 99 და 9 არის იდეალურად წარმართული. იმის რამდენი სიცოცხლე გადაარჩიეთ, ანუ აქედან და არა არის პრობლემებიც როგორი სახის, მაგალითად როდესაც ადამიანები არ მეუბნებიან ზუსტ თარიღს. მაშინ შეიძლება მე შეცდომა დავიშვი. რატო ხდება ეს? არ იციან დაბადების დღე ზუსტად დაუშვათ, ან არასწორად მეუბნებიან. ახლა ზოგჯერ შემოკარგებულ ისეთი ადამიანები მოდიან, მაგვირვებენ. ახლა თარიღი რო არ იცი, ახლა საათზე დავანებო თავი, საათი შეიძლება არ იცოდე, მაგრამ დაბადების თარიღი როცა არ იცი ზუსტად რიცხვი,
რა უნდა ელაპარაკო ახლა იმას ხო შეიძლება ხანდაზმულობა არ იცოდეს და ახალგაზრდება არ იციან აი ცოტა ეჩვეპარება მათ მენტალურ შესაძლებლობებს ბატონო მიხეილ იცით რა მაგალითად ზის დაბნელება ჩვენს ემოციურ ნაწილზე ახდენს გავლენას თუ ჯანმრთელობაზე შეიძლება ჯანმრთელობა ეს არის უარყოფითი ენერგიის მოზღვავება კოსმოსიდან დედამიწაზე ანუ მექანიზმები აი აპარატურაც კი ხო ვითომ usuluა კომპიუტერი შეიძლება დღეს გამოვიდეს წყობრიდან და ვერ გაიგოთ რა მოვიდა. მობილურმა ტელეფონებმა შეიძლება აურიონ. კი, ელექტროველი პირდაპირ კავშირში ამბობთ. კი, ზეგავლენას ახდენს. ეხლა უყურე, როცა გეომაგნიტური ველი არის შეცვლილი, გეომაგნიტური ველი მოქმედებს ძალიან ადამიანის სიცხეზე, იმიტომ სიცხეში ჩვენ გვაქვს რკინა შემცველი ნაერთები. აი ეს რკინა გეომაგნიტიზმის შეცვლაზე მომენტალურად რეაგირებას ახდენს. ამიტომ შეიძლება უცებ შეგეცვალოს განწყობა, თავი აქტიურდეს, წნევა აგეწიოს, შეიძლება ძალიან აგრესიული აღმოჩნდე, ტრავმულობა, უყურადღებობა გზაზე. ძალიან მაღალი ამ დროს შეიძლება ჩაფიქრდე, ხო? ამიტომ მე ყველას თხოვე ხარ, რა პრობლემაა? ერთი დღე გვაქვს, ხო? ერთი დღე ხო შეიძლება ადამიანი ორმაგად თხილი და ყურადღებიანი იყოს. მოდი დღეს ნუ დავლევთ ალკოჰოლურ სასმელებს, იმიტომ რომ ისედაც ბევრია ენერგია, მოჭარბებულია, ადამიანი აგრესიულია. იმას რომ დავუმატებთ, ორმაგად აგრესიული ხდები. ეს მე კონფლიქტის საბაბია, ამაზეა მხოლოდ საუბარი, ხო? ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით, ხო, რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის? აი, ყველაზე კრიზისული პერიოდები დღეს მაგალითად აქვს კუროს ნიშნე დაბადებულებს მორიელს, მერწყულს და ლომს. აი ეს 4 ნიშანი უნდა იყოს განსაკუთრებით ფრთხილად დღეს. გარკვეულზე გავლენას პეჩქებზეც ახდენს, იმიტომ რომ დღეს არა მარტო მზის დაბნელება, ახალმთვარეობაც არის და ახალმთვარეობა საერთოდ მოქმედებს. უპევი მინდა გითხრა რომ ამ ხრივ ნაკლებად ზეგავლენის იდეალური უპევა ხო ნაკლები ზეგავლენის უპევს სხვა პრობლემები და თქვენ იცით კარგად თქვენი შინაგანი გაორება სულსტრაფობა მოუსვენრობა სულსტრაფი და მოუსვენელი მართლა არის გიორგი ხო და ნერვული სისტემის არ მინდა რომ ისე წახვიდეთ სტუდიიდან რომ სათითაოდ არ გითხრათ ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ საბადებული როგორი წელი ელოდება წინ მაგრამ მანამდე ვილაპარაკოთ დღევანდელ დღეზე მოდი და ბოლოში დრო დავიტოვოთ იმისთვის რომ ეს ეგოისტური მაშინ თქვენ განსაზღვრებთ დავიკავოთ მე როგორც ვიცი მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში მზის დაბნელებისთვის ტურისტების იიკრიფებიან და სხვა ქვეყნებში მიდიან რომ ნახონ და გადაიღონ ეს ყველაფერი ჩვენ დავინახავთ დღეს ჩვენთან ის არ ხდება მაგრამ როცა უყურებენ თქვენ იმასაც დააკვირდებით რომ უყურებენ სპეციალური სათვალე იმიტომ რომ ამ დროს ყურება არ შეიძლება მზის დაბნელების ძალიან ცუდი ენერგია 2008 წლამდე კიდე როდის იყო იმიტომ რომ ბავშვობაში მახსოვს რატომღაც რომ მე მახსოვს რომ მინახავს არა იყო როგორ არა ყოფილა კიდეც და ჩვენ გვიყურებია კიდეც მაგრამ მე იმასაც გეტყვის შედეგებსაც ბევრმა შედეგი არ იცის და ყველაზე ცხადი ერთნაირად არ მოქმედებს მაგრამ იყო შემთხვევები და მით უმეტეს მე მყავს მეგობრები ოფთალმოლოგები თვალის სფეროში რომლებიც ამის შემდგომ მიიღეს ორჯერ მეტი პაციენტი თვალის დაზიანებით იქედან ვინც უყურა ამას არის პატარა ბავშვები გაცილებით უკეთესი იქნებოდა იმ პატარა ბავშვისთვის აიღო მშობელს თუნდაც ნატეხი რაღაცა დამტვრეული თუნდაც და აი იმით გაეხედა უფრო უკეთესი იქნება ვიდრე დაუზიანა თვალი ხა ეს ხადია იმაზეც არის რამდენად ძლიერია თვალის გუგა რამდენად ძლიერია თქვენი ბიოველი და ესეც გიცავთ მაგრამ რადგან არის ხიფათი ესე იგი მაინც მოდით ასე დროს ნუ შევხედავთ უმჯობესია რომ არ უყუროთ პირდაპირ ხო ერთი დღეა და გავითვალისწინოთ მაგრამ ლამაზია ძალიან და შთამბეჭდავი. ნუ ლამაზია. ძალიან იშვიათია, როდესაც სრული დაბნელება ხდება. სრულიც იშვიათია და ისიც რომ დაუშვათ ჩვენს ქვეყანაში მაგალითად იყოს, ხო, აი ესე. შეიძლება ერთ ქვეყანაში იყოს, ნუ სადღაც 30-40 წელიწადში ერთხელ. ამიტომ ეს ხანგრძლივობა არ არის ესეთი, რომ ჩვენ შეიძლება ვერც მოვესწროთ ესეთი ხანგრძლივობა შეიძლება იყოს, ხო? ან ერთხელ იყოს უცხოურებაში. ამიტომ სხვადასხვა ადგილებშია, სხვადასხვა ქვეყნებში ეს გამოსახულება. მაგრამ მოდით აღვნიშნოთ, რომ სილამაზესთან ერთად ძალიან დიდი სირთულეები აქვს. ან მოდით ვთქვათ ასე, კოსმიური გამოცდის პერიოდია თქვენთვის. აი მაგალითად, სამყაროს აინტერესებს სწორედ ამ დროს. აი მაგალითად, დღეს შეიძლება მოვიდეს ვიღაც გაღიზიანებული ადამიანი და დაიწყოს თქვენი გაღიზიანება. ვაი. გაითვალისწინეთ, შემთხვევით არ ხდება ეს სამყარო, იწყობს გამოცდას. რას იზავთ? შეინარჩუნებს სიმშვიდეს, დაატარებს შვიდად, გადადებთ სხვა დროისთვის საუბარს.
ესე იგი მოგებული ხართ. პრობლემა დიდხანს არ მოვა თქვენთან, ჩააბარეთ ეს გამოცდა. ვერ ჩააბარეთ, გაღიზიანდით კონფლიქტის შექმნით, ძალიან დიდხანს ყოველ შემთხვევაში შემდეგ მზის დაბნელებამდე მინიმუმ 6 თვე იქნებით ძალიან კონფლიქტურ სიტუაციებში. და ბევრი ესეთი ადამიანი შეხვდა. პროვოკაციებს არ წამოგვიგოთ. და ეხლა დავხოცოთ ერთმანეთს. არა, ეს პოზიცია არ ვარგა. დაწვედა ის ხელოვნური. ესე იგი, მაშინ შენ გაეკეცი სიტუაციას და შენ გამოცდის ჩაბარება ეს იგივე არ არის. მაინც იაკლება სოლუცია. ხარ, გამოცდა გაქვს დღეს და არ წახვიდი. არ არის ამაში არაფერი კარგი. პირიქით შეუნდა წახვიდე და ჩააბარე. კარგ ნიშნებზე. ამაზეა საუბარი. დღეს ეთერის შემდეგ მოგიწყობ გალოცდა და წავეგები თუ არა ჩემანკეს. ბატაშორი, შენ შემოგარგო გირჩხები ხარ, ამდენაც მე მახსოვს, ხო სწორია? თავს როგორ გზნობ დღეს? ცუდად, ვაღიარებ, ემოციურად ვარ არეული. ხო, იმიტომ რომ ახალმთვარეობაც არის და კირჩხიბები ძალიან გზნობიარენი ხართ ესეთი დღეების მიმართ. და ღამე არასდროს ძინავს ნორმალურად. ნუ დღეს შენ ხარ რაღაცნაირ ჰარმონიული. ამიტომ რაღაცნაირად გამიწვი. შენ ზოგიაქ მაინტერესებს რატო ხარ ჰარმონიული? შენთვის ყოფილა ქალწულმა და კირჩხებმა დღეს განსაკუთრებით აკონტროლეთ ხარისხის, საჭმლის და სასმლის. ანუ ალბათობა მოწამვლისაც მაღალია. ხარისხი რო იყოს კარგი. რაღაც საეჭვო არ მიირთვათ სადმე ჰამბურგერები რაღაც ქუჩაში და შემდგომ. აი მას მეეცეთ ყურადღება. კარგი. ოღონდ მე კიდევ კურომ რაკნასო. ასტროლოგიური პრინციპი არის ესეთი, ვინც გაფრთხილებულია ის შეარაღებულია. ანუ მე იმისთვის კი არ ვლაპარაკობ, რომ თქვენ შეშინდეთ და პანიკაში ჩავარდეთ და აღარ გაინძრეთ. მივიღოთ ზომები. საუბარი იმაზე, რომ უბრალოდ ორმაგად ყურადღები და ფრთხილად იყავთ დღის განმავლობაში. ეს არის სულ. ბატონო მიხეილ, მაყურებელს აინტერესებს კურომ რა უნდა ქნას. და ქალწულმა თუ შეეძლება დავლიო. როგორც მე მიყურებს კუროს, ვარ მშვიდად. თქვენ ყოველთვის შვიდად არა, ჰარმონიაში ხართ. მარტო მასე არ არის. ამას კიდე მუშაობა უნდა საკუთარ თავზე. ესე იგი არის თავისი მოდი შემოკარგო. ესე იგი პირველ რიგში კურომ სიმშვიდე უნდა დაიცვას დღეს. თხოვ მე მას, რომ კურო საერთოდ უყვარს კარგი ჭამასმა. დღეს ზედმეტ საკვებს ნუ მიიღებს, იმიტომ რომ კუჭი ძალიან სუსტია დღეს და ზედმეტი გადამუშავება მას უჭირს. ზომიერად ყველაფერი ინფორმაცია დაუშვათ, აი კურო ძალიან განიცდის ინფორმაციას. ეხლა ჩართავს დღეს საღამოს ეს პიროვნება, ნახავს ბათქაბურგს. ან პარლამენტში, ან უკრაინაში, ან სადღაც და მოიშლება ნერვები და ღამე არ დაეძინებს, ვიდრე კურო მზნობი არის. აი მას ნუ გააკეთებ. და შეიძლება რაც შეიძლება მეტი თუ გაქვს საშუალება, დადებითი ემოცია. კარგ თქვენთვის სასიაოვნო ადამიანებს შეხვდით. გაისერდეთ ბუნებაში, აგერ ბატონო თუ გაქვს საშუალება. კარგ მუსიკას მოусმინეთ. ეს ერთი დღე ხო შეიძლება საკუთარ თავს დაუთმო. თქმოვსე და დადებითი ენერგია ცოტა მოჭარბებით მე. კარგით, კიდევ კარგი რომ ეთერში არ შემოდის ზარი, თორემ ვერ დავილაპარაკებით, იმიტომ ბატონო მიხეილ როცა არის სტუმარი გადაცემაში. ქალწულებს აინტერესებს დალიოს თუ არა დღეს, არ უნდა ქალწულებს უთხარ. ამას ხო ვილაპარაკეთ. უკვე თქვა ბატონმა მიხეილმა. მაგრამ თუ მაინდა-მაინც ახლა რაღაცა შეიძლება მიზეზია დაბადების დღეა ვიღაცის და გინდა არ გინდა შეიძლება მოგიხდეს ხო? დაუშვათ. მაშინ რაც შეიძლება ზომიერად. რაც შეიძლება ზომიერად და აკონტროლეთ ხარისხი. საეჭვო ადგილზე არ უნდა იყოს ნაყიდი დაუშვათ ღვინო. ანუ ის უნდა იყოს ნამდვილად ნატურალური, დაუშვათ სოფლიდან ან იცით ვისი გაკეთებულია. ერთბაშად რომ მოვიცოთ ყველა ზოდიაქოს ნიშანი. აღარ პასუხობ არცერთ. რომელი არის დღეს ყველაზე ფრთხილად? ნუკა. და დანარჩენები აგრესია. იჩხუბა, რაო. იჩხუბა. ყველაზე ფრთხილად რომელი ზოდიაქო უნდა იყოს, დანარჩენები იგულისხმონ, რომ მეტნაკლებად არ აუშავს. ამაზე გონდა საუბარი. უკვე. ვისაუბრეთ 4 ნიშანი. კიდე გამეორებ მორიელი მერწყული და ლომი. კურო მორელი მერწყული ლომი. ფრთხილად დანარჩენებმა არ გაიურდეთ ახლა ქალწული ყველაზე დიდი კრიტიკოსია. ყველა დეტალს ამჩნევს და შეუძლია პირდაპირ შუბლში მიახალოს თან ადამიანს ცოტა დამტანჯველი მის არის. დიპლომატია აკლია, ამიტომ არ გაიკვირდეთ ახლა. ეს მისი სტილია ცხოვრების, რა პრობლემაა. აი ახლა სალომე მაგათ უფრო დიპლომატიური იქნება. ემოციური რახან არის, კარგად იცი რა არის, მასში არის ფსიქოლოგის ნიჭი. მაგალითად აი შენ შეგხედავს დილით, უკვე შენს მიხრა-მოხრაზე გზნობს რა განწყობაზე ხარ. ამის და მიხედვით შემოგთავაზებს იმ დროს ინფორმაციას. მაგრამ თქვამათმა ჩემი ნიჭები არ იციან ბატონო მიხეილ თქვენი. კარგი. როგორი 2014 წელი გველოდება სათითაოდ? აი აქედან თხისრკა. თხისრკა, ჩემო კარგებო, ესე იგი ორი მიწის ნიშანი ერთი წყლის. ნუ მოდი დავიწყოთ ესე იგი ქალწულით, მე მივყვეთ ასე. წყლით რა ხარ? რომელ წლიანი ხარ?
87. გადავედით შეიძლება უკვე ლაპარაკი ზოგადად. 87-იანი, ანუ კატა კურდღელი მე მგონი როგორ. ესე იგი შენთვის ეს წელიწადი იქნება 5-ქულიანი სისტემით 3.5. მეტი არა. არ არის ცუდი. არ არის ცუდი, მაგრამ ვერ გეტყვი რომ კარგია და რაღაც დიდ წარმატებებს მიაღწევს შუაშია. შუასაშუალო. ეხლა რაც შეეხება სალონეს. სტაბილურობის ის არის კარგი წელიწადი. კარგი წელიწადია. დიახ. ეხლა გამარჯვების პლანეტა იუპიტერი. არა, მე არგუმენტაციასაც გაძლევ. მე ის არა ვარ მკითხავი რომ ესე გელავა ეს კარგი ცუდი არა. არგუმენტაცია მოყვება. გამარჯვების მართველი პლანეტა იუპიტერი იმყოფება და ეს ხდებაც დაახლოებით 9 წელიწადში ერთხელ რომელიმე ნიშანში შევიდეს კერჩხების ზოდიაქოში. ამიტომ შენ არა გაქვს უფლება ახლა დროის გაცდენის, მიდექი, მოდექი, ხალხი შეაწუხე, ახალი პროექტები წარმოადგინე, იაქტიურე, წარმატება შენს მხარეს არის, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა ამ დროს მიიძინოს და ეს გამარჯვება გვერდით ჩაუდეს. ანუ შანსები გამოფხიზდი. ეხლა რაც შეეხება თხისქას. წყლით რა ხარ შემკარგო? მამალი. ესე იგი ეს მარტო ისე თხისქა კი არ არის, მაგრამ შემტევი მამლის ხასიათის თხისქა. ესე იგი შემკარგო, შენი წლევანდელი პერსპექტივა ასევე შეიძლება სამიანზე შევაფასო, მეტი არა. წარმატების დიდი შანსი შენ წელს არ აგარ, გაიცათ უფრო მეტი. წელს ნაკლებად, მაგრამ ის რო თქვა რომ ცუდი წელიწადია, ნამდვილად ვერ იტყვი, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი, რომ წლის მეორე ნახევარი შენთვის უკეთესი იქნება, ვიდრე პირველი. აი ამასაც. დაგმოყოლდით. ხო, ახლა აგერ ბატონო, თუმპები არ დავჩაგრო, წლით რა ხარ? ვეფხვი. ხო, აი პაუერი ამბობს. მართლა. ვამბობდი და არ დამიჯერე შენ. თუმპები და ვეფხვი, ორივე ნიშნისთვის, როგორც აღმოსავლური, ასე დასავლური, ეს წელიწადი არის ძალიან ძლიერი. შანსებით ახსოვს, მას შეუძლია აი წელს გამოავლინოს უმაღლესი თავისი პოტენციალი. იანვარში ვიყავი თქვენთან და სიტყვით ახთა რაც თქვით ყველაფერი. ხო? კი. წინ კიდე. და ეგრე შემოკარგო. ყველა ფრონტზე ითხრა რომ ყველაფერი გაგეკეთება. შენ წინა გაქვს, ივნისი გაქვს, წინ ფანტასტიკური თვე. ამიტომ შენ წინა გაქვს კიდე საოცარი რაღაცეები, მით უმეტეს გაითვალისწინეთ რომ ეს არის ნიშანი უმაღლესი ლოგიკური აზროვნების. მისი ტვინი როგორ მუშაობს, იცით? აი ხა მე ჩვენ მელაპარაკობ, ხო? ნახევარი სიტყვა აქვს, ნათქვამი ამან უნდა უკვე იცის მე რით ვამთავრებ. იმიტომ ამიტომ შემოგარგებო, ესაუბრეთ რაც შეიძლება მოკლედ და ლაკონურად. მას არ ჭირდება ზედმეტი გაშვება. ჩვენ კი საუბრობთ, თუმრებს რა ვუყოთ ხო? თუმარ დაწებული არ აქვს საუბარი რომ გიორგი იწყებს ესე თაცკობა შეიძლება იმიტომ რომ იცის თურმეწინას და დაგვერდით. იმიტომ რომ მე ვლაპარაკობ ძალიან სწრაფად, ლაკონურად და ეს მისი სტილია. და ეს მოწონს. მაგრამ როცა სტუმარი დაიწყებს იყო და არა იყო რა. ეს უკვე ამისთვის გამაღიზიანებელი. ამიტომ არის საჭირო ხალხო. ცალკე ტრაგედია. ხო, ამიტომ საჭიროა ფსიქოთერაპიის ცოდნა. ამიტომ ვამბობ რომ პედაგოგიკაში უნდა იცოდნენ ასტროლოგია ყველა პედაგოგმა. აი ხა უყურეთ. პედაგოგი ყავს დაუშვათ თხის რქა. რომლის გონება გაცილებით ნელა მოძრაობს. და ამ დროს ყავს აგერ ბატონო მოსწავლე წინ, რომლის ტვინი არის არნახულად სწრაფი და უფრო სწრაფი ვიდრე პედაგოგის. და პედაგოგი იწყებს ძალიან ნელა ახსნას. ამას ნერვები ეშლება, ეს ქმუტავს უკვე ვიღაცას დაუწყებს ლაპარაკს, იმიტომ რომ თხისქები იყავი ბოლო გაიხსნა ჩემო პედაგოგი. არა, ახლა უკვე რას ნიშნავს ეს სალომე? ეს ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტია მასწავლებელსა და მოსწავლეში გააგდებს ამას ცოტა ხანში. ან თუ ვინათ პირიქით ავიღოთ. ეს ხარტი ბიჭი ვინ არის? პირიქით ავიღოთ. ხუპებია დავუშვათ პედაგოგი და თხის კაუზის წინ. დიახ. მოგალადე მასწავლებელი. ეს სხვანაირად ფიქრობს, ეს სწრაფად იტყვის და ყველამ უნდა გაიგოს. მე შეიძლება ორჯერ, სამჯერ თქმა, რომ კარგად დაიმახსოვროს. მაგრამ განსხვავება რა შეიცი? აი დღეს ეს გაიგებს მომენტალურად, შეიძლება ხვალ აღარ ახსოვდეს. მაგრამ თხისკა თუ გაიგებს, 20 წლის მერე ახსოვს. ნაბიე კი. განსხვავება. ამიტომ ამბობ პედაგოგიკაში ასტროლოგიაც აუცილებელია, რათა პედაგოგსა და ბავშვებს შორის იყოს სრული ურთიერთგაგება და არა კონფლიქტი და მიდგომა იყოს სწორი. ურთიერთგაგება ხშირად არის პრობლემა სკოლაში. კაი, შენ დასვიდა შემდეგ. მაინტერესებს როგორ ვეწყობით აი გაცემის წაყვანის დროს ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, ეს რაც ვართ. აჰა, სხვათა შორის აქ არის ძალიან საინტერესო წყება. აი თქვენ სამივე, აი ახლა მაგალითად თხისქა და ქალწული გაცილებით უკეთ გაუგებენ ერთმანეთს. შენ სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ მათთან განსაკუთრებული ანტაგონიზმი არ აქვს, მაგრამ უკეთ გაუგებ ქალწულს. და ზოგჯერ შეიძლება გარკვეული დაპირისპირებები გქონდეს თხისქასთან, მაგრამ მთლიანობაში უგებთ. აი ეს პიროვნება ყველაზე კარგად გაუგებს თხის რქას
მაგრამ ვერ ვისმე. არა უშავს რა, 50-50 მოდი თქვა ასე კირჩხიბთან, მაგრამ ანტაგონიზმი აქვს ქალწულთან. ქალწული რომელია? არა, რას ამარანაი. მოიცა, დამამთავრებინა დავაზუსტე. აქ საუბარია რაზე ხა, უფრო მეტად პირად ურთიერთობებს. იმიტომ რომ თუ ჩვენ მხოლოდ საქმეზე გვაქვს საუბარი, ეს არის ანალიტიკოსი, რომელიც მოიტანს მყინვარი იდეას, მაგრამ ქალწულს შეუძლია ამის რეალური განხორციელება, პრაქტიკულად. იმიტომ რომ ამას მოთმენება ხშირად არ ყოფნის განხორციელებისთვის. აი ესეთი საქმიანი თანამშრომლობა მათ შორის იქნება ძალიან კარგი, მაგრამ თუ უფრო ახლო მივადექით ურთიერთობებს ოჯახი. შეუძლებელია. აქ ეკნება სერიოზული ეზოდიაქოები ვერ თავსდებიან. რა მნიშვნელოვანია ეს ოჯახი შექმნის დროს? მე ერთ ეგოისტურ შეკითხვას დავსვავ კიდე თხის ხასთან ყველაზე ძალიან ახლოს რომელი დგას პარტნიორად. წამოვიდა პირადული კითხვები. პირველი. კურო, არიქა კუროები. დაეწყო. დაეწყოთ რიგში. მორიელი და ქალწული. აი ეს ოთხი ნიშანი საუკეთესოა, იმიტომ რომ ჩემო კარგო, შენ გიყვარს სტაბილურობა, შენ არ გიყვარს ქაოსი, გაურება და გაურკვევლობა, რაც ხულებიდან მოდის. და ეს ნიშნები მოგცემენ სტაბილურობას. რისკებიც იგულისხმება ესე. მე მინდა რომ შეგვპირდეთ, რომ ერთხელ ბანკზე წასვლა. მაგალითად იქით კვირაში ვთქვა. ამა თუ ვარ 7 ჯერ გაზում ერთხელ გაჭერის პრინციპით მოქმედება. ეს შენ ახარ ესეთი აზარტული. კეთი გაიგე? რა ბანკზე წასვლა რისკები არა ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა ეს თემა და აღმოჩნდა რომ არის ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ არ შეწყდა მაყურებლის ზარები და მე იმედს ვიტოვებ და პირობა მინდა მივიღო იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს პარტნიორების შეწყობაზე მოხვალთ ჩვენთან სტუმრად და უამრავი კარგი თემაა, ნებისმიერ საინტერესო თემაზე სიამოვნებით გეწვევით. ძალიან კარგი ჰოროსკოპი, ასტროლოგია და საქმე, ასტროლოგია და ბიზნესი. აიღეთ ქვები, აიღეთ ნუმეროლოგია, აიღეთ უამრავი სხვა საკითხები რომელიც აქ არის გლიკოზნეტა აქ თქვით ქვებზე ბატონ მიხეილ, 5 ბალიანი სისტემით შევაფასოთ ქვეყნისთვის როგორი იქნება 2014 წელი და ამით დავასრულოთ. ჩემო კარგებო, ბევრი არასწორად იგებს ჩემს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას წლის დასაწყისში და მინდა აქ დავაზუსტო რა კონკრეტულად. მე აღვნიშნე 2014 წლიდან იწყება იბერიის გაბრწყინება. კი იწყება, მაგრამ არის საწყისი და ყველაზე მძიმე წელიწადი. ეს არის რომ ჩვენ უკვე დავიძრებით. ჩვენ შევდივართ მატარებელი დგას, წარმოიდგინეთ. შევედით ვაგონში, დავსყიდით. აი ეს არის 2014. სადაც გადანაწილება ხდება ძალთა. იწყება დაქუქვა, როიტყვიან, ხო, შემზადება. ჩვენ ვიწყებთ, შევედით იმ მატარებელში. თორე რომ მატარებელში შევედით და არჩაია. 2014-ის მეორე ნახევარი იქნება უკვე პირველი ბიძგი. 2015 დავიძრებით რეალურად. მიხდით, ამიტომ 2020-ისთვის საქართველოს იქნება სულ სხვა ქვეყანა. მაგრამ აი ეს ყველაზე მძიმე პროცესი არის 2014 განსაკუთრებით პირველი ნახევარი. როდესაც შედიხარ, რაღაც ძველი უნდა დაინგრეს, რაღაც ახალი უნდა შემოიტანო, კადრებიც გაწმინდო და ბევრი სხვა შავი სამუშაო შეასრულო, მაგრამ თავარია ეს პროცესი დაიწყო. ამიტომ წინ ველოდება იბერიის გაბრწყინება. მოვითმინოთ ცოტაც ყველაფერი კარგად და დავიმკვიდროთ პოზიტიური დასასრულისთვის. არა, არ გაბრაზებ დასასრულებად ემოციურად შენ გადაკლამაზე თუ გინდა აი ვერა კარგია ხელმწიფე ბატონო რეკლამის დრო ჩვენს ეთერში რამდენიმე წუთი არის ნერვი შენ არის ცა